ქართველ იურისტებს საშუალება ექნებათ განმარტებითი იურიდიული ლექსიკონით ისარგებლონ. საქართველოში იურიდიული ტერმინოლოგიის ლექსიკონი პირველად გამოიცა. იგი სამართალმცოდნეების მიერაა შექმნილი და გერმანული განმარტებითი ლექსიკონის ანალოგს წარმოადგენს. მასში 6000 სიტყვაა თავმოყრილი. წიგნის პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და სხვა სტუმრებთან ერთად მას იუსტიციის მინისტრი თია წულუკიანი და გერმანიის ელჩი საქართველოში ორთვინ ჰენიგი ესწრებოდნენ. საქართველოს გერმანიის ურთიერთობა თავიდანვე განპირობებული იყო პარტნიორული სულისკვეთებით. პარტნიორობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სამართლებრივი ურთიერთობაა. ის ფაქტი, რომ ამ ლექსიკონის პრეზენტაცია მიმდინარეობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, არის წარმატებული ქართულ-გერმანული ურთიერთობის ნიმუში. ეს ლექსიკონი, რომელიც თქვენს წინაშეა დღეს, მე რამდენადაც მოვასწარი, გადამეხედა, არის ერთ-ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ იურისპრუდენციაში დამკვიდრდეს ტერმინები, სწორი ტერმინები და დეფინიციები.